ექიმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა დღეს გიორგი მარგველაშვილმა. ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო დავით სერგეენკოს გადაეცემა. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფება ნათია გოგსაძე. ნათია, დასრულდა თუ არა მიღება, უკვე და დაჯილდოვდა თუ არა მინისტრი? დიახ, უკვე დავით სერგეენკო მიიღო საქართველოს პრეზიდენტისგან ჯილდო. თავდაპირველად ქვეყნის პირველმა პირმა სამედიცინო საზოგადოებას, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იყო შეკრებილი, მიულოცა ჯანდაცვის საერთაშორისო დღე. ამის შემდეგ კი დავით სერგეენკოს გადაეცა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი. აქ შეკრებილ ექიმებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა, მოგვიანებით კი პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრმა. სამინისტრომ მართლაც რევოლუციური ნაბიჯები გადადგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მე მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ადონ დავით სერგეენკოს მადლობას ვუხდი აი ამ საქმიანობისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით მისი დიდი ღვაწლი აღინიშნება წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ილოცავთ დათო. მინდა რომ ეს მაღალი სახელმწიფოებრივი ჯილდო სიმბოლურად გაუნაწილო ყველა იმ ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ამ წუთებში პაციენტის საწოლთან განან საოპერაციო მაგიდასთან ახლა ამ წუთებში მიიჩქარიან ავადმყოფის დასახმარებლად, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის მოგზაურებული მიღწევები, რაც განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში. Raundul შეხვედრას 20-ზე მეტი ექიმი და ცნობილი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, როგორც ისინი აცხადებდნენ, მნიშვნელოვანია სფეროს რეფორმირება იმისთვის, რომ არა მხოლოდ პაციენტზე ორიენტირებული იყოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ თვითონ მედიცინის განვითარება მოხდეს ქვეყანაში. შედეგი უკვე სახეზეა პაციენტებზე, სოციალურ პროგრამებზე, მომსახურებაზე, ანუ აისახება ეს თითოეულ ადამიანთან, ისე ჩვენ გვიწევს შეხვედრა, ასე ვთქვათ, რიგით ჩვეულებრივ პაციენტებთან, ალბათ ასობით ესეთი ადამიანი უკვე პირადად ყავს ნანახი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, ფონი არ არის სრულად აკმაყოფილებული და უფრო მეტი სახელმწიფო ინტერესი უნდა ჩაიდოს მედიცინის განვითარებაში. ის არ დანახვა, რაც უკვე გაკეთდა და შეუძლებელია, კერძოდ ჩემ დარგში, დამცრობის დარგში, ძალიან ბევრი პაციენტი, ისეთი პაციენტი გადარჩა, რომელსაც ადრე დამჭირდებოდა მათი გადარჩენა. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული სამუშაო კვლავ არის გასაწერებელი, ერთ ადგილას გაჩერება რა თქმა უნდა არ შეიძლება. Raundul შეხვედრას ესწრებოდა პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, ის გამოეხმაურა საყდრში განვითარებულ მოვლენებს და იმ ფაქტს, რომ ამ კულტურულ ძეგლზე მოხდა კიდევ ერთი დაზიანება და ძეგლის დაუზიანებელი ნაწილების აფეთქება. დღესაც კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით იქ შეჩერებულია ყოველგვარი ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ამ პირობებში კვლავ აფეთქებების გაგრძელება არის გაგრძელება სასამართლოს უპატრიცემულობის და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედების კიდევ ერთხელ გამეორება. რაც მე ვფიქრობ, უნდა იმსახურებდეს სამართალდამცავ ორგანოების ინტერესს. რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის ცოტა ხნის წინ დასრულდა, ჯანდაცვის მინისტრმა და ექიმებმა პრეზიდენტის სასახლე დატოვეს. გმადლობ ნათიას, ნათია გოგსაძე იყო.